თუ დაეცემი, ის წამოდგომაში არ დაგეხმარება. თუ შეცდები, ის სახალხოდ დაგცინებს. ის ნერვებზე თამაშის ვირტუოზია და კოჟრებზე დაბიჯების დიდოსტატი. ის შეიარაღებულია მიკროფონით და ძალიან საშიშია. ჯოკერი, დავით ლიკლიკაძის საავტორო გადაცემა. უსმინე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, ძველი ქალაქის ეთერში. ჯოკერი, სასაცილოა. ამერიკა მადუროს გატაცების ტექნოლოგიით დაასრულა რუსული მითი. ბულგარელი მედია ექსპერტი და პოლიტიკოსი საკუთარ საგამომძიებლო ჯგუფის მასალებზე დაყრდნობით აკეთებს ვენესუელის მოვლენათა ანალიზს რუსული უშიშროების სისტემის ჩამოშლასთან დაკავშირებით. საინტერესოა. ეს გადაცემა ჯოკერია, მე დათო ლიკლიკაძე ვარ. თქვენ გვისმენთ რადიო ძველი ქალაქის ეთერში FM 107.9. გამარჯობა. რუსეთს ვენესუელა სჭირდებოდა დესტაბილიზაციის მთავარ პლაცდარმად სამხრეთ ამერიკაში და მუდმივი დაძაბულობის კერად ამერიკის შეერთებული შტატების საზღვრებთან, მაგრამ კორუფციამ რუსეთის მაღალი ეშელონების უწყებებში საქმე იქამდე მიიყვანეს, რომ ვენესუელის უსაფრთხოების მთელი სისტემა აღმოჩნდა ოდენ დეკორაცია. მილიარდობით ნავთობ დოლარებით შესყიდული რადიოელექტრონული ბრძოლის კომპლექსები არსებობდა მხოლოდ ქაღალდზე. მათი კომპონენტები შეცვლილი იყო იაფასიანი ანალოგებით, რომლითაც არ შეეძლოთ წინააღმდეგობის გაწევა თანამედროვე ტექნოლოგიებისათვის. გაუქმდა რუსეთის უსაფრთხოების ექსპორტი, რომელზეც იდგა რუსეთი მესამე სამყაროს ქვეყნებისათვის. მოსკოვმა დაკარგა არათუ მხოლოდ მთავარი მოკავშირე, არამედ საიმედო გარანტის სტატუსიც ნებისმიერი ავტოკრატიული რეჟიმისათვის, რომლებიც მანამდე ფსონს დებდნენ რუსულ სპეცსამსახურებზე. რუსეთის ექსპანსიის კრიზისი 2026 წელს დაიწყო სწორედ ტექნოლოგიური და ინტელექტუალური მარცხით კარაკასში. კარაკასის თავზე არსებული უსაფრთხო გუმბათის დაცვაში რუსულმა ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებმა არათუ მხოლოდ სერიოზული მარცხი განიცადეს, ისინი აღმოჩნდნენ ფუნქციურად გამოუსადეგარნი თანამედროვე საფრთხეების წინაშე. 3 იანვარი იქცა შეიარაღების მსოფლიო ბაზარზე შემოbrunების წერტილად. საჰაერო თავდაცვის ვენესუელური ქსელი, რომლის საფუძველსაც წარმოადგენდა 2 მილიარდიანი რუსული კომპლექსები, სრულიად გაანეიტრალეს ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო სასაზღვრო ფლოტის ძალებმა. ამ ფიასკოს შემდეგ რუსეთის ჰაერსაწინააღმდეგო დანადგარების სანდოობა ვეღარ აღიდგენს სახელს მრავალი ათწლეულობის მანძილზე. ქვეყნები, რომლებიც ხარჯავდნენ მილიარდებს S-300 VM-ის შესაძენად, ირანი იქნებოდა ეს თუ ჩრდილოეთ კორეა, ერთბაშად დარწმუნდნენ, რომ მათი ასეთი ფარი გამჭვირვალე იქნება მოწინააღმდეგეებისათვის. ეს გახლავთ სისტემური კრიზისი რუსეთის რაკეტშენებლობაში. მადუროს გატაცება არის არამარტო პოლიტიკური მარცხი, არამედ უდიდესი მარკეტინგული ფიასკო. სოფლიომ დაინახა, რომ რუსული ფარი უძლურია თავდაცვაში. ამავე დროს კარაკასის მოვლენები იქცა კატალიზატორად, რათა რუსეთის შიგნით ძალოვან სტრუქტურებში სისტემური პარალიჩი გამოეწვია. ვენესუელას მოვლენების შემდეგ ეს სტრუქტურები უკვე იწყებენ ერთმანეთის დისკრედიტაციას და საუკეთესო მოკავშირეების დაკარგვის ერთმანეთისათვის გადაბრალებას. დაიწყო ლათინურ ამერიკაზე მომუშავე მაღალჩინოსანი ოფიცრების დაპატიმრებები, რომლებიც ბრალდებულნი არიან ვენესუელას ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების მოდერნიზაციისათვის გამოყოფილი სახსრების დატაცებაში. რუსები იძულებული გახდნენ გააუქმონ ჰაერსაწინააღმდეგო დამცავი სისტემების ექსპორტი აფრიკაში და ახლო აღმოსავლეთში. 2026 წლის ვენესუელის მოვლენებით იწყება რუსეთის გავლენების აბსოლუტური განულება მსოფლიოს მასშტაბით. დადასტურდა, რომ მოსკოვის სახით სამყაროში დაიკარგა ალტერნატიული ძალის ილუზია. ეს გადაცემა ჯოკერია. მე დათო ლიკლიკაძე ვარ. შევხვდებით ერთმანეთს ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა. თუ დაეცემი, ის წამოდგომაში არ დაგეხმარება. თუ შეცდები, ის სახალხოდ დაგცინებს. ის ნერვებზე თამაშის ვირტუოზია და კოჟრებზე დაბიჯების დიდოსტატი. ის შეიარაღებულია მიკროფონით და ძალიან საშიშია. ჯოკერი, დავით ლიკლიკაძის საავტორო გადაცემა. უსმინე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, ძველი ქალაქის ეთერში. ჯოკერი, სასაცილოა.